იღუმენი ნიკონი, სინანული. მივიღე შენი წერილი. მადლობელი ვარ ჩემდამი კეთილი დამოკიდებულებისათვის. რაც შეეხება სხვა ადგილას გადასვლას და საერთოდ ყველა სხვა შემთხვევას, ისე მოიქეცი როგორც მამა სტეფანე გირჩევს. ის გამოცდილი კაცია. დედამ მთელ თავის ცხოვრებას უნდა გადახედოს. ბავშვობიდან დღემდე და უფრო ხშირად ეზიაროს. ვიდრე ის ფეხზე დგას, რამდენჯერმე მივიდეს ეკლესიაში და ეს რჩევა შეასრულოს. უფალი მოწყალია და იწყნარებს მონანულებს. კარგია, რომ წიგნები ახსენე. ისინი მარტო ჩემთვის როდი მჭირდება. თავისუფალ დროს შენც იკითხე. ეცადე რომ ეგნატე ბრიანჩანინოვი მოგეწონოს. ყველა მისი თხზულება მამებისგანაა აღებული და ჩვენთვის მორგებული. იგი ყველაზე აუცილებელზე სინანულზე წერს, რომელიც ერთადერთი კარია ყოველგვარ სიკეთემდე მიმყვანებელი. უნდა მიაღწიო, რომ მუდმივად სინანულის განწყობა გქონდეს. მისგან იშვება შიში ღვთისა, ღვთის შიშისა და სიმდაბლისაგან კი ჩნდება ღვთის სიყვარული. შემდგომი წინამამლის გარეშე არ არსებობს. სინანულისა და სიმდაბლის გარეშე კი ყოველივე ამაოა და ცდომილებაა. კიდევ ერთხელ გირჩევ, უფრო მეტი იკითხე კარგი წიგნები. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისგანაც რაიმე შეიძლება მიიღო და ისინიც ხშირად ან მოუცლელნი არიან, ან ავადმყოფობენ. წიგნის წაკითხვა კი ყოველთვის შეიძლება. უფრო ხშირად დადექი ლოცვაზე, თუნდაც ცოტ-ცოტა ილოცე სკვნილზე, უფლისა და ღვთისმშობლის მიმართ. ყოველგვარ სიკეთეს და ცხონებას გისურვებ უფლისა მიერ. მე გიხსენიებ, გთხოვ, ნუ რჩენ და მივიწყებ. ნუ დაემორჩილები მარტოობის შიშს და ამაო გულის სიტყვებს. ეს სულ მტრის მახეებია. მარტონი ხომ არა ვართ, ღმერთია ჩვენთან. თუ საჭირო იქნება, უფალი ისეთ მეგობრებს მოგივლენს, სრულიად რომ არ მოველოდით. რაც შეგიძლია იღვაწე. 1950 წლის 15 ნოემბერი.